მოგესალმებით. რატომ გვიყვარდება ისევ და ისევ ის ადამიანები, ვინც ბოლოს გვტკენს, თუ შენ ყველა ურთიერთობას ერთი და იგივე დასასრული აქვს, ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. შემოდის ძალიან ბევრი კითხვები, რატომ მეორდება ერთი და იგივე სცენარები ჩემს ცხოვრებაში და ასტროლოგიურად რომ ავხსნა, რა არის ამის მიზეზი. ასტროლოგიაში არსებობს ნიშნები, რომლებიც აჩვენებენ, რატომ მეორდება შენ სიყვარულში ერთი და იგივე ისტორია. შეიძლება ადამიანები იცვლებიან, სახეები იცვლებიან, ქალაქები, ასაკი, ისტორია, მაგრამ აი ემოცია უკვე აქ უცვლელი რჩება და ყოველთვის თითქოს ერთსა და იმავე ტკივილთან ვბრუნდებით. და სხვათა შორის ადამიანებში ერთი და იმავე სიცივეს, მიუწვდომობას, ღალატს ან დაკარგვის შის ვაწყდებით. მოკლედ, ასტროლოგიაში ამ შემთხვევითობას ნამდვილად არ ვეძახით, ეს დაკავშირებულია თქვენს პირად რუკასთან და თქვენი პირადი რუკა ხშირად აჩვენებს არა მხოლოდ იმას, ვინ გიყვარდება, არამედ იმასაც, რატომ გიყვარდება სწორედ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე ღრმა ჭრილობებს გიხსნიან. ხშირად ადამიანები სიყვარულს კი არ ეძებენ, არამედ ნაცნობ ემოციას და ყველაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც დაკავშირებულია თვარესთან. თვარე აქ აჩვენებს, რას მივიჩნევთ უსაფრთხოდ. ზოგჯერ კი ტკივილით შეიძლება უსაფრთხოდ აღიქმნებოდეს, თუ მას ბავშვობიდან ვართ შეჩვეულები, თუ მაგალითად ბავშვობაში სიყვარული სიცივესთან, დისტანციასთან, შიშთან ან მიუწვდომობასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ეს ადამიანები ისეთ ენერგიას ეძებენ და იზიდავენ, რომელიც მათ აკლდათ ბავშვობაში. რადგან აქ ქვეცნობიერისთვის ეს ძალიან ნაცნობი სცენარია და ამიტომ მუდმივად ამის გამეორება უწევს მას. როგორც მთვარე, ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს პირად რუკაში სატურნი. სატურნი ურთიერთობებში ხშირად ქმნის აქ შეგრძნებას, რომ თითქოს სიყვარული აქ რთულია, რომ ყველაფერი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, რომ თუ არ ვიტანჯე მაგალითად, თითქოს სიყვარული არ ყოფილა და ზუსტად ეს დაკავშირებულია სატურნის მძიმე ასპექტებთან და ხშირად იძლევა ეს უარყოფის შის, მარტოობის განცდას, გვიან ქორწინებას, ცივ ან დისტანციურ პარტნიორულ ურთიერთობას. სადაც ყოველთვის მაგალითად ადამიანებს რაღაც აკლიათ. რა აკლიათ, აქ ურთიერთობა აკლიათ, აქ სიყვარული აკლიათ, აქ უფრო სიცივეა მათ ურთიერთობებში. ხოლო პლუტონი უკვე აქ ღრმა დამოკიდებულებებს გვიჩვენებს, ეს არის ურთიერთობები, რომლებიც ადამიანს შიგნიდან მთლიანად ცვლის. მოკლედ, პლუტონის გავლენის დროს ადამიანები შეიძლება აკვიატდეს პარტნიორზე, ვერ უშვებდნენ წარსულს, იზიდავდნენ ტოქსიკური კავშირები, მუდმივად იმყოფებოდეს მაგალითად დაშორება, დაბრუნების ციკლში. ეს არის ენერგია, რომლებიც მუდამ ამბობს, მიყვარხარ, მაგრამ ამ სიყვარულში ვიკარგები. მოკლედ, ხშირად ასეთ ადამიანებს ძალიან ძლიერი მაგნეტიზმი აქვთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სიმშვიდე მათ ურთიერთობაში ნამდვილად არ არის და ეს ხდება, როცა პლუტონს უარყოფითი ასპექტები აქვს განსაკუთრებით პირად პლანეტებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეპტუნის ასპექტები სიყვარულში და განსაკუთრებით უარყოფითი ასპექტები აქ ქმნის ადამიანებში ეს ილუზიას, რეალობიდან მოწყვეტას, თითქოს ოცნებებში ცხოვრობს ადამიანი. სწორედ ამიტომ ბევრისგან მსმენია და ვიგებ ხოლმე, როდესაც უშუალოდ კონტაქტი მაქვს ადამიანებთან, ისეთი ადამიანები უყვარდებიან, რომლებიც მიუწვდომელია მისთვის. ან ნეპტუნის გავლენას ხშირად აქვს ის, რომ მე მას შევცვლი. სინამდვილეში კარგი ადამიანია. უბრალოდ რთული პერიოდი აქვს. ის ხვანაერია ჩემთან, მაგრამ საბოლოოდ აქ ილუზია იშლება და იგივე იმედგაცრუებები მეორდება, როგორც ყოველთვის. ასტროლოგიაში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაღმავალ კვანტს, ხშირად აჩვენებს იმ ურთიერთობების ტიპს, რომლებსაც ადამიანი წარსულიდან ატარებს. ეს არის ნაცნობი სცენარები, რომელსაც ქვეცნობიერად ვიმეორებთ. სანამ არ გავაცნობიერებთ
განსაკუთრებით კი თუ დაღმავალ კვანძთან აქ შეერთებულია პირადი პლანეტები, სწორედ ამას ახასიათებს ეს. ასეთ ადამიანებს მუდმივად სურვილი უჩნდება დაუბრუნდნენ ერთი და იგივე სცენარის და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ მათ მუდმივად ერთი და იგივე ციკლზე სიარული უწევთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქირონი როგორი ასპექტირებულია. ის გვიჩვენებს ემოციურ ჭრილობებს. აქ ხშირად ჩვენ ვირჩევთ პარტნიორებს, რომელიც სწორად იმ ტკივილს ეხებიან, რომლის განკურნებაც მაგალითად სჭირდება ადამიანს. რადგან სანამ ადამიანი საკუთარ ტკივილს დაინახავს, სამყარო მას ისევ და ისევ გაუგზავნის იმავე გაკვეთილს, უბრალოდ სხვა სახით. და ჩდება კითხვა და ძალიან ბევრი სვავს ამ კითხვას, როგორ უნდა გავაცნობიეროთ და გამოვასწოროთ ეს პრობლემები და როგორ უნდა დავამუშავოთ ჩვენ ცხოვრებაში. პირველი ნაბიჯი არის გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაცნობიერება დაიწყოს, როცა საკუთარ თავს ეკითხები. რატომ მიზიდავს მიუწვდომელი ადამიანი? რატომ მინდა გადავარჩინო პარტნიორი? რატომ მეშინია სიმშვიდის? რატომ მგონია რომ სიყვარული ტკივილთან ერთად მოდის? ხშირად ადამიანი ქაოსს ეჩვევა ამ პერიოდში და როცა მშვიდი სტაბილური ადამიანი ჩნდება მის ცხოვრებაში, მის მიმართ ქიმიას ვერ გრძნობს და ამიტომ გრძნობს უბედურად თავს. და რატომ? რადგან ნერვულ სისტემას ტკივილი აქვს შეყვარებული და არა სიმშვიდე. მოკლედ სატურნი გვასწავლის საზღვრები დავაწესოთ ჩვენს ურთიერთობაში, მისი გაკვეთილი არის საკუთარი ღირებულებების დანახვა და ვისწავლოთ აუცილებლად არას თქმა. ეს პირველი გაცნობიერება იმის, რომ შენ საზღვრები დააწესე. ემოციური პასუხისმგებლობა, მარტოობის შიშის გადალახვა. ეს აუცილებლად უნდა შეძლოთ. ხოლო პლუტონი გვაიძულებს აქ ჩავიდეთ სიღრმეებში და საკუთარ ჩრდილს შევეხოთ. აქ პლუტონის ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როცა ადამიანი აღარ ებრძვის დაკარგვას და აღარ ცდილობს აქ საკუთარი სიცარიელის შევსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკუთარი ტრიგერების ამოცნობა, მაგალითად წარსული ურთიერთობების ანალიზი, განმეორებითი ტიპაჟების დანახვა, ემოციური დამოკიდებულებების გაცნობიერება. ასტროლოგიურად გამოფხიზლება იწყება მაშინ, როცა ადამიანი დაღმავალი კვანძის ნაცნობ კომფორტს ტოვებს და აღმავალი კვანძისკენ იწყებს მოძრაობას. ანუ ახალ ჯანსაღ გამოცდილებას სწავლოს. ეს პროცესი ხშირად რთულია, რადგან ქვეცნობიერი ყოველთვის ნაცნობს ირჩევს, მაგრამ როგორც კი ადამიანი იწყებს საკუთარი პატერნების დანახვას, იცვლება პარტნიორის არჩევანი, იცვლება რეაქციები, იცვლება ასევე საზღვრები და ბოლოს იცვლება თავად ურთიერთობების ხარისხით. რადგან ყველაზე დიდი ცვლილება მაშინ ხდება, როცა ადამიანი ხვდება მე აღარ მინდა სიყვარული, რომელიც მაკარგვინებს საკუთარ თავს. ვისაც გაინტერესებთ ჩემთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ მითითებულ ნომერზე ან პირადში. წარმატებები მინდა